მოგესალმებით ჩემო კარგებო. დავბრუნდი. უცნაური დღე მაქვს და ძალიან მჭირდება თქვენთან საუბარი. რაღაცა პატარა ისეთი, პატარა სანერვიულო მქონდა და ახლა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ დღე თავდაყირა დადგა. მაგრამ ნელ-ნელა დავალაგებ და დღეს არაფერს ესეც განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს და რთულს არ გავაკეთებ. ხო და ჩავრთე კამერა თქვენთან სასაუბროთ, რომ მომეყოლა ეს ამბავი. დღეს დილით გამაღვიძა ტასიკოს კირივმა სააბაზანოდან და ერთადერთი პირველად ჯერ ვერ მივხვდი ძილბურაიში ვიყავი, აი რაღაც ვიღვიძებდისავით და ვერ მივხვდი სიზმარი იყო თუ ცხადი და რომ მივხვდი რომ ცხადი იყო, ეს ხდება წამებში. ვიფიქრე რომ ალბათ გამწოვ მუდმივად მაქვს ჩამოკეტილი, იმიტომ მე ხუთე სართულზე ვარ, მაინც კორპუსია და იყოს ჩამოკეტილი, როცა არ სარგებლობ. შიგნით არ შემოძრეს თაგვიან ვერთხატკო. და რო გადმოვედი დღია იყო და სიცივეები რო დაიწყო და რო გავწმინდე და რაღაცა რო მივხედე იქაურობას, ქარი შემოდიოდა, აი ქარის ზუზუნი შემოდიოდა და ვიფიქრე რაღაცა არ შემოძრეს და ჩამოვხურე. და ვიფიქრე რომ შეიძლება ღია დარჩა მეთქი ვინმეს და აი შეიძლება ტასო, იმიტომ კიბის რომ ალბათ ვირთხა ჩამოვარდა თქო და თავზე დაახტა. წამოვხდი რა თქმა უნდა იმ წამებში. აი ეს გაფიქრება წამოხტომა წამებში არ შემშინებია. როგორც კი შევაღე აბაზანის კარები, დავინახე ტასიკო ძირს იჯდა იატაკზე, ცივი იატაკზე და ეგრევე მითხრა რომ ესაო რა ქვია, მუხლი ვიდგინეო. მივხვდი რომ ვირთხა არ დააწყრა, მივხვდი რომ მთელია, მივხვდი რომ გასაკერი არ არის, მივხვდი რომ სასტრაფო გამოსაძახებელი არ არის, ფერი არ ედო ტასიკოს, სასტრაფოდ კორსიზი ვატაკე, ეგრევე დავამატე გამაყუჩებელი, შევიკუჭზე, მაგრამ ახლა იმ წუთას მეტი ვეფერ მოვიფიქრე, დავამატე გამაყუჩებელი, მტკივაო მუხლიო მითხრა, რა თქმა უნდა ეთკიებოდა და მე ვეცადეთ რომ ამდგარიყო, კარგა ხნის შემდეგ, მანამდე რბილი დაუფინე, შეძლებს დაგვარად რომ არ გაციებულიყო იმ ცივზე, სანამ დაწნარდა, სანამ დამშვიდ და მე ფრთხილად სკამი დაუდგი, დაეყრდნო, მივეხმარე და მოკლედ აი ესე ავაყენე. და ასკინკილით, ხტომა-ხტომით მივიყვანე ისევ საწოლამდე და ჩავაწვი. აი მე მივხვდი რომ ძალიან დავიძაბე და დავმძიმდი და ავკანკალდი და აიუვი და უცებ მე ვთხარი ესე შიერზე რომ ტაბლეტები მოგაყარე მეთქი ტოსტები გავაკეთე ჩემთვისაც მისთვისაც თქვენ იცით რომ მე შიმშილი არაფრით არ შემიძლია ცუდად ვხდის მით უმეტეს ასეთ სიტუაციაში რა არა მაკანკალოს მეთქი და გავუკეთე ტასიკოს ფეხზე საფენი ამ საფენზეც მოგეყვე გავიდა იმის შემდეგ კაი 3-4 საათი ცოტა პატარა პრედისტორიას ვიტყვი ტასიკოს 4 ბიზნეს კვილი ამოღებული აქვს და ამოღებული აქვს იმიტომ რომ ვერ ამოდიოდა აი ვერ ამოდიოდა აი ესე ღრძილთან აი ესე რომ უნდა ამოსულიყო აი ესე ედებოდა გვერდით მდგომ კბილს და გამორიცხული იყო რომ ესე ადგილი აღარ იყო მოკლედ აწვებოდა უკვე და იკეტებოდა ყბა და ანთება იყო და ეს ანთება აწუხებდა როგორც ყელში და კბილებში და თავიდან აწუხებდა მუხლში. ანუ მუხლის სახსარი ჩაიკეტა. და ჩვენ მანამდე ვიარეთ და ვიკვლიეთ მუხლი და ბოლო-ბოლო აღმოჩნდა კბილები და ეს კბილები რო ამოიღო იმ დღეს და მეორე დღეს მუხლი გაიშალა. მაგრამ ამის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა დაჭირდა რამდენიმე თვე, იმიტომ რომ მუხლში ანთების გამო იყო სითხე ჩამდგარი, აი ეს სითხე უნდა გაწოვილიყო, ცოტა მოხრილი ფეხით დადიოდა, მე ფეხი გაიშალა, მე ცოტა არაწვებოდა, ეშინოდა და მე როგორც იქნა მოწესრიგდა, მაგრამ როგორც ექიმმა მაშინ გითხრა, დრო და დრო
შეიძლება გაახსენოს ხოლმე, ანუ აი შეშინებული ფეხის გადაბრუნება როა, ერთხელ რო გადაუბრუნდება ადამიანს და მერე ხშირად უბრუნდება, აი ესე მოკლედ მუხლი მოსაფრთხილებელიაო და როგორ უნდა მოუფრთხილდეთ, ახლა არ უნდა გაუცივდეს, სიმძიმე არ უნდა კონდეს, ანუ ზედმეტი წონა არ უნდა ატაროს და ზედმეტი უხეში ესეთი დაუფიქრებელი მოძრაობა რო გავიკეთებია ხანდახან, აი ცუდად დავადგი, აი ესე არ უნდა დაადგას. ფრთხილად უნდა დაადგას მოკლედ. ახლა ადამიანები ვართ, ხო? ხან წონა გვაქვს ზედმეტი, ხან არაფრთხილად დავადგავთ, ხან შევწივდება, ხან ისა, მოკლედ მუხლის ამბავი ვიცით, მაგრამ ახლა ეს მუხლი რო ცუდად დაადგა, თან გუშინ მთელი დღე იდგა ფეხზე, სამზარეულოში ყველაფერი თვითონ აკეთა და ხორცს მიხედა, აი გაატარა კატლეტები გააკეთა, შეწვა, მოკლედ მთელი დღე იდგა ფაქტიურად ფეხზე სამზარეულოში და ეტყობა გაუხურდა ეს ფეხი, დაეჭიმა თუ აი არ ვიცი რა იყო და მეორე დილით რო ადგა და სააბაზანოში შევიდა, ეტყობა თან ცუდათაც დაადგა, ნახევრად მძინარემ და ეს მუხლი ესე შეუთამაშდა, ესე ვთქვათ. და მუხლი ეტკინა და ხრჩხმა იყო ძალიან უსიამოვნო, იმიტომ ვიკივლეო, მეტკინაო, სასწაულად მეტკინაო და ტერფს რო დაადგა, უფრო მეტი ძალა, ტერფი აქ ახლა ამ წუთას მუხლზე მეტად დგივა ტერფი. კოჭი იმდენად არ არის, თითებთან მყესები გაფუმფულებულიც აქვს. და ეს რა ქვია, გაწგიცლდა კიდევაც და მე ვფიქრობ, რომ დაულურჯდება კიდევაც, იმიტომ რომ მე მქონდა ესე ფეხი გადავიბრუნე და მუქი და მოშაო ფერი მქონდა სასწაულად. რატო არ მივდივართ ახლა ექიმთან? ჯერ ეს ერთი ვიცი რაც არის. მეორე წელს ერთი მეხუთე სართულზე ფეხით უნდა ჩავიდეს და ამოვიდეს, ხო? ლიფტი არ არის აქ. თუმცა ლიფტითაც გაუჭირდებოდა. კონკრეტულად ქარელში ტრავმატოლოგი მოდის კვირაში ერთხელ, თუმცა გორმეთს კარგი აპარატურა აქვს და შეიძლება სურათის გადაღება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის არც ამოვარდნილობა, არც მოტეხილობა, არც ატკეჩილი, ისეთი აქვს სიმპტომები. მე ვიცი მოკლედ ამ ფეხის შესახებ ყველაფერი ვიცი, იმიტომ რომ ამ ფეხის პრობლემა იყო რა, იდგა რამდენიმე თვე და რო დავაწვინე ეს ფერიც მოუვიდა მერე შეჭამა, მე წყალი დალია, მე ვთქვა რაღაცა კომპიუტერი სკროლ დააწყო გეგმები რომ ხო ჩვეულებრივად ვიმუშავებო, ფეხიო, არაფერი არ არისო. ისე დავდებო ფეხს, მაგიდასთან რომ დავჯდებიო, რომ ვიმუშავებო, ანუ ტახტთან მივიტანო, საწოლთან მივიტანო კომპიუტერში. არ გავაცდენო სამსახურსო, მოკლედ აი აზრზე მოვიდა ადამიანი, თუმცა ძალიან ესეთი აი მეტკინას გარდაო მეწყინა კიდევაც, რომ აი ესე ძალიან მეტკინაო და აი ესე აი რა დავაშავეო და აი გამახსენდაო მაშინ რომ ბევრი ვიწვალეო და ცუდ რაღაცებზე რომ ვფიქრობდიო და რომ გვეგონა ცუდი რაღაცებიო და აი რაღაცები რომ გავიკეთეო, ანალიზები რაღაცა, მაშინო მაგრად დაყოჭაღად ვიყავიო და იღავ აღარ მინდაო და აღარ დავიღალეო. ნუ მეოთხე დაწნარდა, ყველაზე ცუდზე ნუ ვფიქრობ, კაცო, არ მით უმეტესად ცუდი არ არის, ხა რაღაცა ცუდი რო იყოს, მე როგორი ნევროზა ისტერიჩკა ვარ, თქვენ არ იცით და მეხუთე სართულზე ასფალტ-ჩასფალტს კი არ შეუშინდებოდი, ხელში ავიტაცებდით და ისე წავიყვანდით, მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი ისეთი არ არის. ფეხი კოჭი ყველას გადაგიბრუნებია და ძაღლი ყველას შეგვიშინებია, ხო მართალია. თანაც ერთი დღე მაინც გავჩერდეთ მეუთხარი და ეს ერთი დღე გვაჩვენებს გაიოლდება, დამძიმდება, როგორ იქნება საქმე, რომ აი გამოკეთებისკენ მივდივართ თუ პირიქით და წავიდეთ თუ არა ექიმთან და დავნიშნო თუ არა თბილისში, თუმცა ეგეც საკმაოდ ძნელია, კარგ სპეციალისტთან მოხვედრა, თქვენ კარგად იცით, რომ ძნელია რაღაცა 2-3 თვით წინასწარ არის ადგილები შევსება. ასე რომ ჩემო კარგებო, აი ესეთი შეშინებული ის მქონდა დილა, გვიანი დილა, იმიტომ რომ მოგახსენებათ ჩვენ საკმაოდ გვიან ვიღვიძებთ. ხო და რაღაცნაირად არა ვარ დღეს მოწოდებული საქმეების კეთებისთვის. თანაც გუშინ გავიგეთ ძალიან ცუდი ამბავი გრიბოედოვის თეატრის თანამშრომელი. ყველასთვის საყვარელია რომა გარდაცვლილა. სულ ახალგაზრდა ადამიანი, რომა ალბათ
ალბათ არის ჩემი ასაკის, ან ჩემზე ცოტა დიდი, ან ცოტა პატარა, არ ვიცი. გულის პრობლემები ქონდა და დაერთო გრიპი. ასე რომ მინდა გთხოვოთ და ყველას მოგიწოდოთ, რომ ყავით ძალიან ფრთხილად, ატარეთ ნიღბები. აუცილებლად ატარეთ ნიღბები, აი სტატიებს რომ ვკითხულობ მასე რომ აი რაღაცა ახალი პანდემია შეიძლება იყოს, რომ ღორის გრიპის ისეთი სერიოზული ვირუსია, რომ ყივანახველასის არის პიკია, მაშინ ჩუტყაველას და ყივანახველასი ქვეყანაში ქვემოთ კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, რომ აბა მიდით ახლა ჩაკეტეთ და ჩასვით ხალხი ისევ სახლში და გალიაში და აბა მიდით აგვაკარით ახლა ნიღბები და კაი ბატონო არ აიკრათ ნიღბები და დაგემართოთ ღორის გრიპი, აი უბრალოდ ეს ისევე როგორც თქვენ თავს არ უფრთხილდებით, არ უფრთხილდებით თქვენ გვერდით მყოფებსაც და მე ვთვლი რომ აქ არჩევანი გინდა თუ არ გინდა გაიკეთე აცრა და გინდა თუ არ გინდა გაიკეთე ნიღაბი და გინდა თუ არ გინდა გინდა იჯექი სახში და გინდა გადი გარეთ და ანუ შეგეშინდება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ გაშინებენ, იმიტომ რომ მაშვებიან გძაბავენ, ეგ არ არის არჩევანი და ეგ არ არის სწორი მიდგომა. როცა არის პანდემია და როცა არის ვირუსის პიკი და როცა ახალგაზრდა ადამიანები ამ ყველაფრით იღუპებიან, მაშინ ყველამ უნდა გაიკეთოს ნიღაბი, ყველამ უნდა დაჯდეს სახში და ყველამ უნდა იყოს აცრილი, იმიტომ რომ რა დავაშავე მე, რომელმაც ყველა კანონი და წესი შევასრულე და ჩემი მეზობელი არ ასრულებს და იმას ჰქონდა, რთული ფორმით ჰქონდა და გადამდო. აი არ ვიცი მე და მე ის მაოცებს კიდე რომ ეს რა ქვია, აი იმან გაიკეთა და მაინც დაემართა გრიპი. არავინ არ გაძლევთ გარანტიას, არავის არასდროს მოუტყუებია რომ ვაქცინაციის შემდეგ არ დაგემართებათ იგივე ჩუტყვავილა, იგივე ყმაყურა, იგივე რაც გინდა, მაგრამ ეს ვაქცინა გააძლევს შენ დაავადებასთან ბრძოლისთვის ფორას და ძალას რომ გადაიტანო. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და თანაც ბრუნვად. მოკლედ, სანამ გამოუცხადებიათ და შეიძლება არც გამოაცხადონ, მე გთხოვთ რომ გაიკეთოთ, ვიცი რომ ეს არის უსაშინლესი გრიპი. ჩემი ბიძაშვილის ოჯახმა გადაიტანა, იმასქნეს აიღეს ანალიზები და ყველას ღორის გრიპი ჰქონდა, ყველაზე იოლად გადაიტანა ბიძაშვილის შვილმა, ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული სეზონური გრიპის ვაქცინა. 3 დღეში ჩიტივით წავიდა სამსახურში. მართლა. სისუსტეც კი არ ქონია. დანარჩენები აი კინაღამ ამოწყდნენ. ესეთი საშინელება მე არაფერი მქონია არასოდეს, აი ღორევით ღრუტუნიო, ეს გულისრევა ბოყინითო, ეს რაღაცა სიმძიმე, ეს რაღაცა ტკივილი და მეორე კლასა ბავშვს გოგონას ესე ავიყვანდითო ხელშიო, მივიყვანდითო ხელის კანკალითო მანქანამდე ჩავსვავდით მანქანაში და იგივენაირად გამოვიღებდით და აქ ქონდა უძრავი ექიმთან. კანონიც ხო ეგეთი გვაქვს, ხა რომ ექიმი ადგილზე არ მოდის. და ჰოსპიტალიზაციაზე რომ იდგა ლაპარაკი, ჰოსპიტალში უარესი ხდებაო, რომელი გრიპიც არ აქვს, იმას დაიმატებს კიდეო და გადავსებულია და ისევ სახში მიხედეთ. ასე რომ აღარ აყვავს რომ მიკა, ძალიან გული დამწყდა, ძალიან სამწუხაროა და გთხოვთ რომ იყოთ ფრთხილად. და არც ის არ არის კიდე გამართლება. ხა იმას გულის პრობლემა ჰქონდა, იმას შაქარი ჰქონდა და იმიტომ მოერია გრიპი. მითხარით ადამიანი, ვისაც რაღაცის პრობლემა მაინც არ აქვს. ვიღაცას კლიმაქსი აქვს, ვიღაცას დ-ვიტამინის ნაკლებობა აქვს, ვიღაცას შაქარი აქვს, ვიღაცას ინსულინ რეზიდენტობა აქვს, ვიღაცას გული უფრიალებს, ვიღაცას გარდატეხის ასაკი აქვს, ვიღაცას ახალი გადატანილი აქვს ბოტკინი და გრიპი შეიძლება მოერიოს, ამიტომ ყველას გვაქვს რაღაცა პატარა მიზეზი, სისუსტე, რომელსაც შეიძლება ჩააფრინდეს ეს გრიპი და ეს გრიპი გახდეს მერე მოუნელებელი. ასე რომ მოვფრთხილდით საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას. მე და ტასოც ვცდილობთ რომ ჩვენი ფეხის ამბავი მალე იმასქნათ, გადავაგვაროთ. ყველაფერი კარგად იქნება. აბსოლუტურად. მადლობა რომ მიყურებთ, მადლობა რომ წერთ, ყოველთვის ვკითხულობ თქვენ კომენტარებს, იქვე ვპასუხობ, ან ვცდილობ ვიდეოში კი პასუხოთ.
ჩემმა ერთგულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მომწერა რომ რამდენი საინტერესო საქმე გამოიჩინეო, დიდი მადლობა კიდევ ერთი კომპლიმენტისთვის, არ ვიცი დამსახურებელი თუ დაუმსახურებელი, მე თქვენი მოსაზრებაა რომ საქმეები საინტერესო გამოიჩინა და ეს კარგია, ძალიან ბევრი თვლის რომ აბსოლუტურად უსაქმური ვარ და საქმე გამომლევია და რას ისულელებს ვაკეთებ და ალბათ ესეც უნდა იყოს, ხო? არ არის აუცილებელი ყველას ყველაფერი მოსწონდეს. თავია თავად მოსწონდეს ადამიანს, თავად სიამოვნებდეს ის რასაც აკეთებს. აი ესე შემოკარგება. იყავით ფრთხილად, მოვფრთხილდით თქვენ თავს, გარშემო მყოფებს, იქნებიან ეს უცხო ადამიანები თუ ოჯახის წევრები, უსაყვარლესები, მართლა ყველა კარგად გიმყოფოთ. მისურვეთ მეც ჯანმრთელად ყოფნა, კლასიკოს ჯანმრთელად ყოფნა. კარგია რომ ყევხართ, როგორც ახლობელ ადამიანებს აი ესე გაგიზიარეთ დღევანდელი ჩემი ეს შეშინება, შეფუცხუნება, რაც მართალია და ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ. მე საერთოდ არ მეყვარს მაგ თემაზე ლაპარაკი კლასიკოსთან, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს აი დასკვნებამდე და თვითონ უნდა გააცნობიეროს პრობლემა და არ ვუჯაჯღანებ, რომ აი წონაში მოიკელი, აი დიეტაზე იყავი, აი კაინძერი, მით უმეტეს ვიცი რომ ეს ძალიან ძნელია. ვისაც ამის პრობლემა არ ქონია, ყველაზე მეტ ის ლაპარაკობს საერთოდ. ხო და შემოკარგება. ახლა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, რომ აუცილებელია ჩემიც და მისიც ფორმაში ჩათქვა. და ჩვენ ამას მივხედავთ და შეიძლება ზოგი ჭირი მარგებელიც იყოს და ამ ინციდენტმა დღევანდელმა შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად, კიდევ ერთხელ გისურვებ ჯანმრთელობას, ხვალამდე.